პუტინი ცეცხლს ეთამაშება. ასე გამოეხმაურა ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი დონალდ ტრამპი უკრაინაზე რუსეთის ბოლოდროინდე მასშტაბურ და სასტიკ სარაკეტო იერიშებს, რომლებიც როგორც ჩანს ვაშინგტონის გაღიზიანებას იწვევს. 20 მაისს რუსეთის პრეზიდენტთან ვლადიმერ პუტინთან თითქმის 2 საათიანი სატელეფონო საუბრის შემდეგ დონალდ ტრამპის ადმინისტრაციამ რუსეთისგან მშვიდობის მემორანდუმის გაგზავნის პირობა მიიღო. მემორანდუმში აღწერილი უნდა ყოფილიყო კრემლის პირობები ცეცხლის შეწყვეტისთვის, თუმცა თეთრ სახლში ჯერ არაფერი მიუღია. რესპუბლიკურ პარტიაში უკვე ესმით, რომ მოსკოვი დროის გაწევას ცდილობს. ერთი და იმავე პუტინის რუსეთისგან. ესკალაცია დეესკალაციამდე და დროის გაწელვა იმის იმედით, რომ მხარეები ინტერესს დაკარგავენ. ქალაქში ახალი შერიფია და თამაშის ძველი წესები ამჯერად აღარ იმუშავებს. უკმაყოფილებას არც ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენელი კიტ კეილოგი მალავს. დიმიტრი მედვედევის მიერ დონალდ ტრამპის განცხადებაზე გაცემულ პასუხს, რომელშიც ის მესამე მსოფლიო ომით იმუქრება, მან დაუფიქრებელი უწოდა. მესამე მსოფლიო ომის შიშის გაღვივება არის მედვედევის მიერ გაკეთებული სამწუხარო, დაუფიქრებელი და ზესახელმწიფოსთვის შეუფერებელი კომენტარი. პრეზიდენტი ტრამპი ომისა და მკვლელობების შესაჩერებლად მუშაობს. ველოდებით რუსეთისგან მემორანდუმის მიღებას, რომელსაც თქვენ ერთი კვირის წინ დაგვირდით. ახლავე შეწყვიტეთ ცეცხლი. ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის გუნდის წევრების ასეთი ხმამაღალი განცხადებები სავარაუდოდ იმაზე მეტყოლებს, რომ დონალდ ტრამპის მოთმინების ფიალა იწურება. ის უკვე განიხილავს რუსეთისთვის ახალი სანქციების დაწესებას. თქვენ რუსეთისთვის ახალი სანქციების დაწესებაზე ისაუბრეთ. ესა ის, რასაც უფრო სერიოზულად განიხილავთ? აბსოლუტურად ის უამრავ ადამიანს კლავს. არ ვიცი რა სჭირს, რა ჯანდაბა დაემართა, ის უამრავ ადამიანს კლავს. მე ეს არ მიხარია. კაცრი სანქციების მომხრე რესპუბლიკელი სენატორებიც არიან. მაგალითად, სენატორი ლინდსი გრემი 500%-იანი ტარიფების დაწესებას ითხოვს იმ ქვეყნებისთვის, რომლებიც რუსულ ენერგორესურსებს ყიდულობენ. კრემლში დონალდ ტრამპის ბოლოდროინდელი განცხადებები მის ემოციურ ბუნებას დააბრალეს. თუმცა, როგორც ჩანს, ტრამპი აპირებს დაანახოს რუსეთს, რომ მისი კეთილგანწყობის გარეშე რუსეთს ბევრი ცუდი რამ გადახდება თავს.